თურქული კომპანია ორტიმექსის თანამშრომლებს 4 თვის ხელფასი არ მიუღიათ. მათ ანაზღაურების დარიგების მოთხოვნით დღეს აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა თქმით, თურქული კომპანიის წარმომადგენელი რამდენიმე თვეა ხელფასის დარიგების დაპირებას იძლევა. პრეტენზიების გამოთქმის შემთხვევაში კი უფროსები მათ სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან. 6 ადამიანი მამია ვარშავინძის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ გარაჟში ენძელების ბოლქვების მოვლა დაფასებაზე და მის დაჭურთვაზე მუშაობს. მათი თქმით, პროდუქცია სარეალიზაციო თურქეთში გადის. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად დაახლოებით 800 ლარს შეადგენს. დღემდე კი მხოლოდ ავანსი აქვს მიღებული. ამ საკითხზე სატელევიზიო კომენტარს არაკეთებს თურქული კომპანია ორტიმექსის წარმომადგენლები. ორგანიზაციის იურისტი თამაზ ვაშაკიძე პირად საუბარში აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებს ხელფასები ორ შაბათს დაურიგდება. მისი თქმით, თანამშრომლებს ანაზღაურება ფინანსური პრობლემების გამო დაუგვიანეს. არ დავტვირთავთ. ეს იყო პრობლემა, გამოვიძახეთ ტელევიზიაში. ვამუშავებენ ორტიმექსის ფირმა ენზელების ბოლქვებისივა მუშად მუშაობ და ხელფასები არ მოგცეს მეუბნებია მე-4 თვე დაიწყო და ხელფასებს არ გვაძლევენ. აპირებენ ახლა დატვირთვას ტავარი გადის, საქონელი გადის და ფულს არ გვაძლევენ. გვეუბნებიან იქნება სამშაბათ პარასკევს და მე-4 თვეა დაიწყო და ამას გვატყუებენ. იმუქრება მეო დირექტორი ვარ და რასაც მინდა იმას გავაკეთებო. როგორც მინდა ისე მოვიქცევიო. თქვენო ვინ ხართო? იქნება ყოველდღიური დაპირებები და არანაირი შედეგი ამ დაპირებებიდან. დღესაც ველოდებით ხელფასს და ეხლა უკვე დღეს გვეუბნებიან ორ შაბათისთვის იქნება ხელფასი. რამდენი არ გაქვთ ასაკები? 4 თვის ნამუშევარი აქედან გვაქვს რაღაცა 13 თვე გვაქვს ნამუშევარი. და რაღაცა ავანსი გვაქვს ხოლმე პატარა მცირე აღებული.